ეროვნულ სასახლეში ქართული ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიება თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობდნენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები. ღონისძიება თორაძის ფონდის დამფუძნებელმა ნინო თორაძემ გახსნა. მან ფესტივალის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ედიშერ სავიცკიმ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. კონცერტზე საგალობლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა. ვარ აბსოლუტურად ბედნიერი, იმიტომ რომ დღეს ისმოდა galaktikas მიწუდა მრავალჟამიერი, galaktikas მიწუდა ჩაკრულო და ეს ახალგაზრდები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს საუნჯეს, ქართულ პოლიფონიას, მრავალხმიანობას, საეკლესიო გალობას, დღეს ღირსეულად წარდგა საკმაოდ პროფესიული მაყურებლის წინაშე, რომელმაც არ დაიშურა აპლოდისმენტები, არ დაიშურა ემოციები ამ ახალგაზრდების მიმართ, ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი, აბსოლუტურად მართალი და მე მადლობა მინდა გადაუხადო თორაძის საერთაშორისო ფესტივალს, რომელმაც მისცა საშუალება ამ არაჩვეულებრივ უნიჭიერეს ახალგაზრდებს დღეს წამდგარიყო საზოგადოების წინაშე და ეჩვენებინა ის არაჩვეულებრივი კონცერტი, რისი მომსწრენით ჩვენ ვიყავით დღეს დარბაზში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო თორაძის საერთაშორისო ფესტივალს იმისთვის, რომ წელს პირველად გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები წარდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე. ეს არის ამ ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი мотиваცია იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი შემართებით აკეთონ ის საქმე, რაც არის საქვეყნო, საერო და საშვილიშვილო. ჩატარდა ნამდვილად ესეთი გამორჩეული საღამო, ეს იყო ორი ახალგაზრდული თქვათ გუნდის კონცერტი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალგაზრდული გუნდი. ახლა შექმნილი, რომელმაც მართლაც საინტერესო პროგრამა წარადგინა ორივემ. თვითონ მათთვის ძალიან პრესტიჟული იყო და ძალიან დიდი პატივი იყო თორაძის ფესტივალში მონაწილეობა. ძალიან ბევრი უცხოელი ესწრებოდა კონცერტს. და როგორც ყოველთვის ჩვენმა მრავალხმიანობამ კიდევ ერთი ძალიან დიდი გამარჯვება ჰპოვა. გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა მონაწილეობა მივიღეთ თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, რომ საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შევთავაზეთ მსმენელს. მსგავსი ღონისძიებები მეტად საინტერესო როგორც მსმენელისთვის, ასევე ჩვენი განვითარებისთვისაც ძალიან კარგია. როგორც გალობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. შევასრულეთ ბევრი კუთხის სიმღერა, თითქმის ყველა. ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ძალიან დიდი ნიშნულობა აქვს ამ ფესტივალს ფოლკლორის განვითარებისთვის. ხალხი უფრო მეტად გაიცნობს, რაც ძალიან დიდი საქმე არის ქართველი ერისთვის. გვაქვს სხვა ემოციები, ვარ ძალიან ბედნიერები, რომ მოგვეცა საშუალება მიგვიღო მონაწილეობა თორაძის საერთაშორისო ფესტივალში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. დღეს შევეცადეთ, რომ წარმოგვედგინა ყველა კუთხე, საქართველოს ყველა კუთხე და ვფიქრობ, ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2023 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს, თორაძის ფონდისა და ფონდ ქართული გალობის ორგანიზებით დაფუძნდა. მე ისეთი აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი კონცერტით, რომ არ შემიძლია რომ არ გითხრათ, რომ აი როგორ სწორედ არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ არ შეიძლება, რომ აი ესეთი ხარისხის მუსიკა არ იყოს ჩვენი ფესტივალის ნაწილი. და ესეც არის, გახდა ახლა ეს ჩვენი ფესტივალის ნაწილი და მე ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ აი ეს არის, რაზედაც ეფუძნება ჩვენი იდენტობა, ჩვენი, რა ვიცი, ყველაფერი, ეს არის ჩვენი საგანძური. პირველ რიგში დღევანდელ კონცერტზე უნდა თქვა, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჯერ ერთი რომ გვაქვს ესეთი ფოლკლორული მუსიკა. და რომ ყავს ესეთი შემსრულებლები. უდავოდ გალობის უნივერსიტეტის თაოსნობით და საერთოდ ფონდი ქართული გალობა რასაც აკეთებს
ჩვენი ქართული ხალხური სიმღერის განვითარებისთვის ძალიან დიდი რამ არის და ეს უკვე შედეგს უკვე ხედავთ უკვე არა მხოლოდ წელს წინა წლებში და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენ ფესტივალში ძალიან ხშირად იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდები რომლებიც დღეს ნახეთ რამდენი უცხოელი იყო დარბაზში და ეს ძალიან გვახარებს რომ სწორედ ასეთი ხარისხის ქართული ხალხური სიმღერის კონცერტს ესწრებოდნენ ისინიც და ჩვენი ფესტივალის ყოველთვის ლამაზდებენ. ის რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, აი მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი მქონდა, მაინც გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, იმიტომ რომ აი ეს ახალგაზრდები, გალობის უნივერსიტეტის ახალგაზრდები აჩვენებენ რაღაცა საოცარ ნიჭიერებას. იცით, მე მქონდა საშუალება, რომ უნივერსიტეტისთვის მეტნაკლებად ახლოდან მედევნებინათ ვალყური. გარდა იმისა, რომ დღეს უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეს, არიან ეკლესიებში სხვადასხვა კუთხის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არიან რეგენტები, არიან ლოტბარები და ასევე მინდა ვთქვა, რომ მაქვს ბედნიერება, რომ სკოლაში, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს არის სოფიკო ჭეორველის სახელობის 54 საჯარო სკოლა, გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული შეასწავლეს ხალხურ მუსიკას ჩვენს ახალგაზრდებს. ეს პროექტი ხორციელდება დაახლოებით 100-მდე სკოლაში საქართველოში და არის მხოლოდ მისასალმებელი. თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წელს 30 მაისს გაიხსნა. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში, ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამოვლენასა და მათ მხარდაჭერას. ფესტივალი 18 ივნისს დასრულდება.